სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ 56-ე ნაწილზე გადავედით, ეს 2010 წლის 4 აპრილს იქნა ჩაწერილი და შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო, რომელსაც კეროლაინი ქვია, თქვენ ნახავთ მას ფოტოზე ქალბატონს და ძალიან პრაქტიკული კითხვა არის. ეს ალბათ ჩვენს გვაწუხებს, ჩემთვისაც უშუალოდ ვთქვია და მეც ხშირად განსაკუთრებით პირველ ეტაპზე როცა დავიწყე ახალი მოქცეული ვიყავი, არ ვიცოდი ზღვარი სად გამევლო და ლაპარაკია იმაზე, როცა მათეს სახარებაში ჩვენ უფალი გვაფრთხილებს. მეშვიდე თავში. ნუ მისცემთ წმინდა ძაღლებს ნურც თქვენს მარგალიტებს და დაუყრით წინღორებს. ესე იგი, ნუ მისცემთ წმინდა ძაღლებს და ნურც თქვენ მარგალიტებს დაუყრით წინღორებს, რათა ფეხით არ გათელონ და შემოbrunებისას თქვენც არ დაგლიჯონ. მათეს სახარება მეშვიდე თავი მე-6-ე მუხლი. ძალიან საინტერესო ადგილია, ხო? და კეროლაინს აინტერესებთ. სალამი ჯონ, მოგესალმებით, მე კეროლაინი ქვია და მე მახსოვს რომ მიამბეთ თქვენი კოლეჯის ფეხბურთის წვრთნელის ლაპარაკი ამერიკულ ფეხბურთზე წვრთნელის მოქცევის ისტორია. და საინტერესოა როგორ მიიყვანეთ ეს ამ დონეზე და მეც მაინტერესებს იმ მომენტის შესახებ, როდესაც ჩვენ უყრით მარგალიტებს და უნდა შევწყვიტოთ ამის კეთება ადამიანების მიმართ. როდის უნდა დავშორდეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენც თავიდან ხომ ყველანი სახარების მტრები ვიყავით და მხოლოდ ღმერთ შეუძლია ადამიანების გულების დანახვა, ასე რომ ჩვენ როგორ გამოვიცნოთ ეს მომენტი. და მე ესე დავასათავრე, როგორ გამოვიცნოთ ეს მომენტი, რომ არ დაუყაროთ ღორებს მარგალიტები. მე ესე დავასათაურე ეს ძალიან საინტერესო პრაქტიკული კითხვა, რომელიც ალბათ ჩვენ ყველას გვაღელვებს. რომ სადამდე, როდის, რა არის მომენტი, ადამიანს ამაც წინებზე იყო ლაპარაკი, რომ შეხების წერტილები თუ არ მოიძებნა, ხო? მანამდე არ არის საჭირო, ჯონ მაკარტური ამბობს სახარების. მაგრამ არის მომენტები, როცა ჩვენ ღიად და გამბედავად უნდა სახარება მოურიდებლად, რომ უნდა უქადაგოთ. ეს არის ძალიან ფაქიზი მომენტები. რომელსაც ჩვენ გვასწავლენ უფრო ჩვენზე გამოცდილი ხალხი და განსაკუთრებით იესო ქრისტე როგორ უდგება ადამიანებს, პავლე როგორ უდგება ადამიანებს, ხო? ყოველთვის თანახლა უნდა ახლოთ სიყვარული, მაგრამ ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ჩვენი გონება, როგორც ასპიტები, სიბრძნე გამოვიყენოთ, სადა ვართ, რა სიტუაციაში ვართ. შეიძლება სამსახურში მოვაღოთ პირი და ვილაპარაკოთ, არ არის სწორი, ხო? ან კიდე ქუჩაში დავდგე და ვიღაცების შევაწუხოთ, ხო? ასე რომ ძალიან ისეთი მომენტია და ზედმეტი სად მოგვდის. აი საინტერესოა და თავის კოლეჯის ფეხბურთელის იმაზე წვრთნელზე დაგველაპარაკება. ეს ფეხბურთი, რომ ვიცოდეთ, ეს არის ამერიკის სიმბოლო. ეს არც ბეისბოლი, არც კალათბურთი არ წამოსახავს ამერიკულ ცნობიერებას როგორც ფეხბურთი. ყველა სოფელში, ყველა სკოლაში, ყველა უნივერსიტეტში, ყველა კოლეჯში, ყველგან არის ეს, რო ვიცი, ყველა შტატს აქვს თავისისა. ეს ალბათ რაღაცა უფრო ამერიტარისტული და სამხედრო მომზადებასაც ემსახურება ახალგაზრდების. უყურეთ, ძალიან ისეთი იყო და თუ ნახავთ ფეხბურთელ მწვრთნელებს, ძალიან ფანატიკოსები არიან სამხედრო იმის დონეზე და სამწუხაროდ ბევრი, რო იცოდეთ, ძალიან ბევრი რო ადამიანის ძალაუფლებაზე, ძალაზე ამყარებდა, ნახეთ, ღმერთს უარი უთხრა და ესეთ მწვრთნელთან ქონდა ჯონ მაკარტურს საქმე. ღმერთთან ნახეთ როგორ გამოიყენა ჯონ მაკარტური, ხო? ჯონი პასუხობს, მე მესმის თქვენი კითხვა კეროლაინ, სხვათა შორის მოგაწვით განახლებულ ინფორმაციას ჩემ მწვრთნელ ბრაუნფილდი, ხო? ნახეთ როგორი გვარი აქვს. და ეს მართლაც შესანიშნავი ისტორია. ის 80 წლის ასაკში მოექცა ქრისტესაგენ. და ზოგიერთმა თქვენ გონა იცის ეს ამბავი, ახლა მე არ ვაპირებ თლიანად ამ ამბავის მოყოლას. გახსოვთ ხომ, თავიდან რომ სახარება უარყო, მაგრამ თქვენ კითხვაზე პირდაპირ პასუხად შემიძლია, რომ ეს ბრაუნფილდი ჩემი მწვრთნელი არასოდეს დაცინვით სახარებას არ მოიხსენებდა, აგდებულად, არასოდეს არ უყურებდა. მე არასოდეს მქონია განცდა, რომ ის აპირებდა, როგორც მათეს სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ, გათელვას და დახევას. იცით ხომ განსხვავება? და სწორედ ამაზე საუბრობდა ჩვენი უფალი. თქვენ არ უყრით მარგალიტებს ისეთ ღორებს, ვინც გათელავს მას და მერე თქვენ დაგლიჯავენ. ანუ ყველანაირად ვინც შეურაცხყოფს და ვინც უარყოფს ამას და სიძულვილით მოიხსენიებს, ხო? ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი მწვრთნელის ცხოვრებაში, ის ყოველთვის პატივისცემის გრძნობით იყო რწმენისადმი, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა უფალს. მაგრამ ეს არ იყო დაცინვა. და მე არასოდეს არ დავხარჯავ ჩემ ფულს, ჩემ რესურსებს, ხო? ისეთ ადამიანებზე, ვინც სახარებას დასცინიან.
მე მინდა მოვგაწოდოთ ახალი ინფორმაცია მის შესახებ, რომელიც ძალიან დიდი უფლის მადლი იყო, მისი გულითადი ლოცვა, რომელიც მან წარმოთქვა და გთხოვა რომ ჩვენ ყველამ ვილოცოთ მის შესახებ, მას უნდა აქ მოსვლა, ვერ ახერხებს 80 წელიწადია დავრდომილია და მონათლა. და ვერ ახერხებს ჯანმრთელობის გამო. ძალიან ბევრი ოპერაციები გადაიტანა დიდი მკურნალობის შემდეგ, სერიოზული ოპერაცია გულზე და თითქმის 6 თვე იყო სამავთყოფოში და ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მე ვცდილობ მოვძებნო ახლო სადმე მიმდებარე აუზი, რომ იქ მოინათლოს პიროვნება. იცით ჩვენ გვაქვს წესი, რომ მთლიანად ადამიანი დაიფლოს წყალში, ჩაყურმლავდეს და მე ვეძებ ისეთ ხელსაყრელ მომენტს, რომ ახლოს სადმე მასთან მოვძებნო ეს. იმიტომ მას ძალიან სურს მონათლა. ის ჯონი მაქს მიძავდებს მე და ის მეუნება ერთ ისტორიაზე, რომელიც მან ეხლახან გამიზიარა. როდესაც დაახლოებით 6 თვე იყო სამავთყოფოში, ექიმებმა ყველაფერი შეეცადეს, რომ მას უკვე ყლაპის უნარი დაკარგოდა. არ ვიცი რა წამლები გაუკეთეს, მაგრამ მას აღარ შეუძლია მიღება არანაირად პირის ღრუდან, არც სითხე, არც გადაყლაპვა უნარი არ აქვს და სხვა პორტიდან შეყავთ მათ საკვები ნივთიერებები. და ის ამბობდა, რომ უფალს ებედრებოდა, ხვეწებოდა, როგორ უნდა გავაკეთო ეს, რომ მე საკვების საჭმლის ჭამას, სტექს ვეღარ შევჭამ, კარტოფილს ვეღარ შევჭამო. და ერთხელაც, როდესაც ჩემი ესე ვთქვათ, იმეთი, რა ქვია, ამ სავარძელში მივყავდიო სამავთყოფოშიო, ერთგან რო გავიარეთო ერთ სართულზეო, ძალიან ცუდი სუნი გამოვიდაო, ძალიან ცუდი სუნიო. საშინელი სუნი, ესეთი რომ ცხოვრებაში არ მქონიაო. და რო შევეკითხეო რა გატეხეს ესეთიო რა სუნი კანალიზაცია რა არისო ჩემმა მომვლელმა ექთანმა მითხრა რომ ეს სასადილოა ჩვენი სამავთყოფოსიო და გამიხარდა აი ეს იყო ღმერთის პასუხი ჩემზეო თურმე რა საშინელი სუნი იყო ხო და ამაზე მე გამახსენდა ჩემი ბავშვობა არასოდეს არ დამავიწყდა საბავშვო ბაღში ეს სუნი რაც იყო სასადილოს და საკვები და რაღაცა სუპის თუ რაღაცა სუნი იყო ყოველთვის მეც დამდევს ეგ სუნი საშინელი სუნი ალბათ თქვენც იმას გიქნებოდა სამავთყოფოში ეგეთი სუნი იქნებოდა ამერიკაც გამორიცხული არ არის ხომ ხედავთ ისეთი იაფიან რაღაცებს იყენებენ ალბათ რომ მე იმაშვება ხომ ეს სულს აყენებს და მოკლედ გახარებული იყო ეს ბატონი ჯონი განმოგცემს ეს მწვრთნელი რომ ნახეთ მე აღარ მინდა ამ სუნის გახსენებაცო და ამას იხსენებდა ცოტათი სიცილით მაგრამ მე მინდა მოგაწოდოთ რომ ის მხნედ არის და ყოველთვის იმედით არის კიდევ და 80 წლის არის და არანაირად არასოდეს განცდა მე არ მქონია როცა მეც ახალგაზრდა ვიყავი და ის ჩემი მწვრთნელი იყო რომ ის სახარებას უდიერად ეკიდებოდა მაგრამ თქვენ კითხვასთან დაკავშირებით სახარების მიმართ არ ყოფილა მტრული დამოკიდებულება ვფიქრობ ეს არის გარდამტეხი მომენტი ეს ზღვარი უნდა გაავლო თქვენ როცა დაინახავთ ამას ადამიანთან მიმართებაში და რა თქმა უნდა მასთან უკვე აღარ ღირს ასეთ ადამიანთან საუბარი იმიტომ რომ ისინი დაესხმებიან თავს შეურაცხყოფენ და თქვენ შეიძლება რწმენაში მოგაყენონ რაღაცნაირად დარტყმა მე ამ კვირაში წერილი მივიღე ეხლა ხან მაგიდაზე ვნახე ერთი კაცისაგან რომელმაც თქვა თქვენ ადრეც წაგითხავთ ჩემი ნაწერები მე დავწერე სტატიები რომელშიც გაკრიტიკებდით ამა თუ იმ საკითხზე და ვწერდი ევანგელისტურ არ ვიცი ჟურნალში თუ პერიოდულ იმაშიო და თქვა მან მაგრამ და მე ყველაფერი უარყავი და ათეისტი გავხდი და უბრალოდ მინდა თქვენი აზრი გამოგიცხადოთო აი დაახლოებით სამგვერდიანი სტატია მე მოდიოდა და მე არც ერთი არ წამიგითხია. როდესაც მან ახსენა, რომ ის ათეისტი გახდა და უარყო, ეს იყო ჩემთვის ზღვარი და მე აღარ დავინტერესდი ამ ადამიანით. აი ეს არის ჩემი მიდგომა. გესმით? უკვე როდესაც ადამიანი უკვე იწყებს ამაზე შეტევას, მე არ მინდა ეს მოვისმინო, ესეთ ადამიანთან არ ღირს არანაირად დროის დახარჯვა და ამას ჩამოშორებს. ხოთაშორის ეს არის ბატონ თეოფილე მალაქიას ასევე დევიზიც როდესაც ხედავს ადამიანი ესეთი არის, მასთან აღარ აძლევს და ყველანაირად ცდილდება და მეც ეს ძალიან კარგად ვისწავლე და არანაირად დრო არ უნდა დახარჯო. მე დროის გამო, აი ძვირფასი დროის გამო და ამას ვეუბნები Facebook-ის ჩვენს მეგობრებსაც, ვისაც ამა კავშირი, დრო არ დავხარჯოთ უასწროდ. იმიტომ იმდენი მასალებია საქილიკაოდ, სასიცილოდ, რომ არ ღირს ამაზე დროის დახარჯვა. ჯობია ეს დრო მოახმაროთ თქვენ სულიერ აღშენებას და იმდენი კარგი მასალების ნახვას და თუნდაც ოჯახის წევრებთან დროის დაყოფას. ეს ჯობია ამას, იმიტომ რომ თუ 4 საათი საუბარში ხარ, აგერ Discord-ია თუ Skype-ი, მე ინდივიდუალურად უნდა იმუშაო. სადღა დაგრჩება დრო? მით უმეტეს როცა აქ მუშაობ და იცით როგორი მუშაობის წესია დასავლეთში,
თავის მოსაფხანი დროც არ აქვს ჯობჯერ და ამის გამო ხო ვიღაცებთან დრო დახარჯოთ, ხო? და იმ წუთში ბლოკავ მე ეგეთ ადამიანებს. მეცაც ვიტყვი, არა მარტო ათეისტებს, მე ბლოკავ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუვალია. განა იმიტომ რომ რაღაცა ან ვაგიდებ რაღაცა. მე არ მაქვს დრო, რომ მათ კომენტარებზე რაღაცებს და კომენტარებიც იმიტომ არის დაკეტილი ჩემთან. აი ეს მინდოდა მეთქვა და ეს არის ზღვარი, რომელზეც ბატონმა ჯონმა ილაპარაკა. მოკლედ ადამიანები რო დაინახავთ, რომ შეურაცხყოფენ სახარებას, ათეისტები არიან, თანაც ძალიან რა ქვია, შეუვალები არიან, ასევე უდიერად მოიხსენებენ, იცით, F-word-ებს იხსენებენ. დღეს ძალიან გამრავლდა ესა, ხო? ასეთ ადამიანებთან აგრესულ ადამიანს ჩამოშორდი და არ გაეკაროთ. ეს არის პასუხი მისი ამ კეროლაინის კითხვაზე. მადლობა მოსმენისათვის, ჩვენ გადავალთ შემდეგს.